და ნიკა მელიას პირველი კომენტარი შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმების გაფორმების შემდეგ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსთავის ნომერ მე-12 სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან ამბობს, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს. სულ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიასთან შესახვედრად ასევე სახალხო დამცველიც მივიდა. ჩვენი ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი ესაუბრა ნაციონალური მოძრაობის ლიდერს და სწორედ მისგან გავიგებთ, რას ამბობს ნიკა მელია ამ დოკუმენტის ხელმოწერის შესახებ. ნიკა მელიას ჩვენ რა თქმა უნდა ვკითხეთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაზე, რომლებმაც მოაწერეს ხელი დოკუმენტს. ის ამბობს, რომ ვერავის გააკრიტიკებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ არის ძალიან გულდაწყვეტილი. მათი გადაწყვეტილებით ასევე ამბობს იმას, რომ ის 2 თვის განმავლობაში ტყუილად არ იბრძოდა და მისთვის ისევ პრინციპულია ის საკითხი, რომ არ გადაიხდის გირაოს და ასევე ამბობს, რომ არც არავის მისცემს უფლებას, რომ მისი გირაო ვინმემ გადაიხადოს, თუნდაც ეს იყვნენ ევროპელი მეგობრები, ეს არის მისთვის პრინციპული საკითხი და ნიკა მელია კვლავ ამ პოზიციაზე რჩება. სწორედ ეს გვითხრა მან სატელეფონო საუბარში, ჩვენ ვესაუბრეთ მას და ეს არის პირველი კომენტარი და პირველი პოზიცია ამ ყველაფრის შემდეგ ნიკა მელიას. ცოტა ხნის წინ ნიკა მელიასთან იყვნენ ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები შესულები. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ თქვეს, რომ მათთვის ისევ პრინციპულია ის, რომ პირველ რიგში ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და ამის შემდეგ იმშელებენ უკვე და გადადგავენ სხვა ნაბიჯებს. ეს არის მათი პოზიცია და ასევე ამბობენ, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების ვალდებულება, რადგან სწორედ ქართულმა ოცნებამ დააპატიმრა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და ახლა როგორც უნდა ისე უნდა გამოუშვან ციხიდან, რომ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ გადადგას შემდგომი ნაბიჯები. საპყრობილიდან თუ გამოვა, მე გაივლის კონსულტაციებს, ეგ შემდეგი ნაბიჯი არის? არა, ეგ შემდეგი ნაბიჯია, ნიკა მელიამ უნდა დატოვოს ყოველგვარი პირობების გარეშე საპყრობილე. კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, როგორ არ უნდა შევთანხმდეთ, თუ ნიკა მელია არ იქნება გარეთ. სხვების გადაწყვეტილებაზე ჩვენ ვისაუბრეთ შიგნით პარტიაში არსებულ მდგომარეობაზე და მოვინახულეთ, მოვიკითხეთ, როგორ გზნობს თავს, რას ფიქრობს და ასე შემდეგ. პოზიცია არ შეცვლილა, სანამ ნიკა მელია არ იქნება თავისუფალი, ნაციონალური მოძრაობა არანაირ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ძალიან მარტივია, პროკურატურას ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია ეს გააკეთოს. ეგ არ არის ჩვენი თავის სათქმელი. თვითონ დაიჭირეს და თვითონ გაუშვეს. და უკვე საათზე მეტია რუსთავის ნომერ მე-12 სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში იმყოფება ნინო ლომჯარია. სახალხო დამცველმა შესვლის წინ თქვა, რომ ნიკა მელიასთან უნდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ ხედავს ამ ვითარებიდან გამოსავალს და ასევე ნინო ლომჯარიამ თქვა ჟურნალისტების კითხვასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურას აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი იმისთვის, რომ ნიკა მელია სასწრაფოდ გაათავისუფლოს საპატიმროდან გირაოს გადახდის გარეშეც. აი ამ დეტალებზე ისაუბრა ნინო ლომჯარიამ შესვლამდე, ვნახოთ რა სიტყვის ის, როდესაც ნიკა მელია შეხვდება და დატოვებს უკვე საპატიმროს. მინდა რომ ამ ვითარებაში, როდესაც დღეს მისი გათავისუფლების გზებზე არის საუბარი, მინდა რომ ასე ვთქვათ, ასევე ვესაუბრო და მისი აზრი გავიცე. ვერავის ეს ზემოქმედებას ვერ მოვახდე, რა თქმა უნდა, ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს, სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ამ გადაწყვეტილებაში. უბრალოდ მე მოვისმენ მის აზრს, მის მდგომარეობას, ასე ვთქვათ, შევაფასებ, როგორ არის მაინტერესებს და რა თქმა უნდა, ვისაუბრებ შექმნილ სიტუაციაზე. ძალიან ბევრი ფორმით შეიძლება იყოს გათავისუფლებული. თავად პროკურატურა შეუძლია მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება შეუძლია მიიღოს, შეუძლია გირაოს გარეშეც დატოვოს, შეუძლია ის მუხლიც გამოიყენოს, რაზეც ჩემი მოადგილეც საუბრობდა დღეს, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლი და საერთოდ შეწყვიტოს დევნა, შეცვლილი და გარემოებების და ახალი ესე ვთქვათ გარემოებების და საჭიროებების გამო ბევრი ვარიანტი არსებობს. მე არ ვიცი ამ შეთანხმებიდან გამომდინარე როგორ აპირებს ხელისუფლება აღასრულოს შეთანხმების ეს პუნქტი, ანუ კონკრეტულად რა გზებს და ხერხს მიმართავს, არ მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა ძალიან ბევრი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ მოხდეს ნიკა მელიას გათავისუფლება. სწორი იყო შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, თუმცა ამნისტიის აქტთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება გარკვეული შეკითხვები, იმიტომ რომ იგივე ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე ამნისტიის შეხება იმ ადამიანებზე, რომლებიც არასათანადო მოპყრობის, არაადამიანურ მოპყრობაში შეიძლება იყვნენ ბრალდებულები და ჩვენ განვიხილეთ აქციის ძალადობრივი მეთოდით დასჯა სწორედ ამ ჭრილში, შეიძლება იყოს პრობლემატური. და ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელშიც დაწერა მოკლე სტატუსი, სადაც ქართულ ოცნებას მიმართა, მე წავიკითხავ მის სტატუსს, ქართულ ოცნებას, მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით. 17 საათი და 55 წუთი რუსთავის ციხე. ეს არის ნიკა მელიას პოზიცია, მოკლე სტატუსი, თუმცა მკაფიოდ თქვა მან, რომ ისევ რჩება საკუთარ პოზიციაზე, არ აპირებს გირაოს გადახდას და სხვებსაც, მათ შორის ევროპელ მეგობრებსაც მოუწოდებს, რომ მის მაგივრად არავინ გადაიხადოს გირაო, ამის უფლებას ნიკა მელია არავის არ აძლევს, როგორ განვითარდება ახლა მოვლენები და ნახოთ რა სიტყვის სახალხო დამცველი ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ ამ მოვლენების განვითარებას ველოდებით, რა თქმა უნდა.